მოგესალმებით. ვაგრძელებთ დილის პალიტრას და ვაგრძელებთ ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი თემით COVID-19-ის ახალი შტამი, რომელზეც ბოლო დღეებში ბევრს საუბრობთ. ალექსანდრე გოგინავა ინფექციონისტი შემოგვეერთდა აღნიშნულ თემაზე და ვისაუბრებთ დეტალებზე, რა თქმა უნდა, განვიხილოთ გვაქვს თუ არა შეშფოთების საფუძველი. დილამშვიდობის ალექსანდრე, მადლობა სტუმრობისთვის. ციკა და ასე უწოდებენ ახალ შტამს. რას ნიშნავს ეს შტამი და გვაქვს თუ არა რაღაც განგაშის და შეშფოთების საფუძველი? პირველ რიგში მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის და აღნიშნავ, რომ COVID-ზე გამომდინარე იქიდან თუ რა ასე ვთქვათ, პანდემიური სიტუაცია გქონდა 3-4 წლის წინ, ყოველთვის არის ასე ვთქვათ, ზედმეტი ყურადღება და აქტუალობას არასდროს არ კარგავს. ერთი რამე რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ ეს ახალი შტამების წარმოქმნა ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, ნებისმიერი ვირუსი განიცდის მუტაციას მათ შორის COVID-იც და შესაბამისად ხდება ახალი შტამების წარმოქმნა. ამიტომ ახალი შტამის წარმოქმნა ასე თავისთავად არ ნიშნავს გინდა თუ არა რომ ის რაიმე საყურადღებო ან საგანგაშო ან რაიმე ასე თქვა ღონისძიების გატარებას მოითხოვს. მაშინ თუ რატო ხდება ამა თუ იმ შტამზე ყურადღების ასე თქვა გამახვილება, ამას ავხსნი ორი სიტყვით. ზოგადად როგორც წესი მუტაციების შემდეგ ხდება ახალი შტამის წარმოქმნა და თუ ეს მუტაციები არის მრავლობითი, კონკრეტულად ამ შტამთან დაკავშირებით BA.3.2-თან დაკავშირებული, ეგრეთ წოდებულ ციკადასთან დაკავშირებით, ის არის საყურადღებო, რომ საკმაოდ ისეთი ფართო მასშტაბიანი მუტაცია განიცადეს, დაახლოებით 70-80 მუტაცია იქნა ნანახი სპაიკ ცილაზე, რომელიც გააჩნია COVID-ის ვირუსს და შესაბამისად აქედან გამომდინარე უკვე მოხდა დაკვირვების ქვეშ, იმიტომ რომ აი მუტაციების შედეგად წარმოქმნილი ახალი შტამი იმიტომ არის ასე ვთქვათ საყურადღებო, რომ აი მუტაციის შედეგად შეიძლება წარმოიქმნას ისეთი შტამი, რომელსაც ახასიათებს უფრო მძიმე მიმდინარეობა, ან უფრო ადვილად გავრცელებადი გახდეს და ადვილად გადამდები გახდეს. ასევე შეიძლება შეიძინოს უნარები, რომ დაუსხლტეს დაავადების გადატანის ან ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებულ იმუნიტეტს. ხო, აი აქედან გამომდინარე ხდება შემდეგ ამ შტამების ასე ვთქვათ დახარისხება. არის შტამები, რომლებიც არის დაკვირვების ქვეშ, არის შტამები, რომლებიც არის საყურადღებო და არის შტამები, რომლებიც არის ასე ვთქვათ საგანგაშო. აი ეს BA.3.2 ასე ვთქვათ აღიარებულია საყურადღებო შტამად, ანუ მას აღმოაჩნდა თვისებები, რომლითაც ის განსხვავდება სხვა წინამორბედი ომიკრონის შტამებისგან. განსაკუთრებით ეს განსხვავება გამოიხატება იმაში, რომ უფრო ადვილად ასე ვთქვათ ვრცელდება ეს ერთი და მეორე მას აქვს უნარები, რომ დაუსხლტეს ვაქცინაციის და დაავადების გადატანის ასე ვთქვათ შედეგად ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს. ეს ხომ არ გვაძლევს პანიკის საფუძველს? პანიკის საფუძველს ნამდვილად არ გვაძლევს, იმიტომ რომ 60 თვეში ერთხელ მსგავსი შტამები ჩნდება ხოლმე, მას ასე ვთქვათ მოყვება გარკვეულწილად გარკვეულ რეგიონებში მსოფლიოს ან ქვეყნებში მცირე ეპიდვითარების განვითარება, თუმცა ის ასე ვთქვათ რამდენიმე თვეში ისევ ასე ვთქვათ ხდება სტაბილიზაციამდე. აქედან გამომდინარე, იმიტომაც არ არის ეს შტამი აღიარებული საგანგაშო შტამად, რომ ამ ეტაპზე კვლევების მიხედვით ის მას არ გააჩნია უნარი, რომ თქვა რაიმე ფართომასშტაბიან ასე ვთქვათ პანდემია გამოიწვიოს. უბრალოდ არის მოლოდინი, იქიდან გამომდინარე, რომ თქვა ის უსხლტება უკვე ასე ვთქვათ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი, რომ შედარებით შეიძლება შემთხვევების რაოდენობა გაიზარდოს და ამ ეტაპზე ზუსტად ეს ტენდენცია გვაქვს, რომ თქვა ამერიკის დაახლოებით 26 შტატში და 23 სხვადასხვა ქვეყანაშია გავრცელებული და მისი ტემპი გავრცელების იძლევა იმის განცდას, რომ შეიძლება გარკვეულწილად ამ ქვეყნებში ეპიდსიტუაცია გაუარესდეს მცირედი, თუმცა ეს ვერ მოახდენს გავლენას ზოგად ასე ვთქვათ მსოფლიო ეპიდსიტუაციაზე. ამ ეტაპზე ეს მონაცემები გვაქვს და ერთი კიდე რაც არის მნიშვნელოვანი ამ შტამთან დაკავშირებით, რომ ჯერ არ არის მონაცემები, რამდენად ის იწვევს უფრო მძიმე მიმდინარეობას, კლინიკურ მიმდინარეობას, ვიდრე იწვევდა ომიკრონის, ვთქვათ, მისი წინამორბედი ქვეშტამები. ხო, როგორც წესი, დიდი ალბათობით აი ესეთი ომიკრონის ეს ქვეშტამები ნაკლებად იწვევს დაავადების მძიმე მიმდინარეობას და მათ ახასიათებს ისეთი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობა. სიმპტომები არის იგივე, რაც ომიკრონის სხვა ქვეშტამების დროს და ჩამოთვლი ამ
სიმპტომებს მაინც რომ ვიცოდეთ ეს არის თქვა გამოდადენი ცხვირიდან შეიძლება იყოს ტემპერატურის მატება, შეიძლება იყოს მშრალი ხველა, თქვა საერთო სისუსტე, ნაკლებად ახასიათებს ქვემო სასუნთქი გზების დაზიანება, რაც მთავარი ასე თქვა სიმძიმის გამოხატულება COVID-19-ის დროს, თუმცა როგორც სხვა შტამები, ესეც საყურადღებოა რისკ ჯგუფებში, ანუ ასაკოვან ადამიანებში და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში და ერთი განმასხვავებელი კიდე ამ შტამს რაც აქვს პირველადი მონაცემები, თუმცა ეს კვლევის ეტაპზეა, თითქოს ეს შტამი უფრო ადვილად ვრცელდება ბავშვებში და ამას გარკვეული სტატისტიკა მიუთითებს. თუმცა რაიმე მძიმე მიმდინარეობის გამომწვევი ბავშვებშიც ნაკლებად არის, აქაც ბავშვებშიც უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანია დაცულები იყვნენ ის ადამიანები, ვისაც აქვს თქვა ის ბავშვები, ვისაც აქვს სხვა ფონური დაავადებები, მათ შორის იმუნოდეფიციტი. კი ბატონო, ალექსანდრე, იცით რა მაინტერესებს? აი ეს პირველი შტამი არ მახსოვს რა ერქვა, როდესაც პირველი ტალღა იყო COVID-ის, ისევ არსებობს და ცირკულირებს თუ ნაკლებად გადამდებია თუ გაქრა თუ აი ის ომიკრონის ასე თქვა გამოჩენის შემდეგ ეს მანამდე არსებული შტამები ასე თქვა თითქმის გაქრა ან ერთეული შემთხვევები ხდება, იმიტომ რომ ომიკრონის გამოჩენის შემდეგ დაახლოებით 5-6 თვეში ინფიცირებულთა დაახლოებით 80-90% იყო ომიკრონით ასე თქვა ინფიცირებული და სხვა შტამების წილი კვეთრად შემცირებულია და მას შემდეგ ეს ასე გრძელდება და ძირითადად ეს ახალი შტამები ყველა რისი წარმოქმნაც ხდება, ეს არის ორი ომიკრონის ქვეშტამები, ანუ ომიკრონის შტამების მუტაციის შედეგად წარმოქმნილი ახალი ქვეშტამები. აქედან გამომდინარე ძირითადი მახასიათებელი მათ იგივე აქვთ. და ომიკრონის მთავარი მახასიათებელი იყო ის, რომ მას ნაკლებად ახასიათებდა დაავადების მძიმე მიმდინარეობა, უფრო ახასიათებდა სწრაფი გავრცელება. აქედან გამომდინარე, აი ამ ხას ინარჩუნებს ამ ეტაპზე ომიკრონის ეს ქვეშტამები, ადვილად ვრცელდება, თქვად, თუმცა საბედნიეროდ მას არ აქვს მძიმე მიმდინარეობა და აქედან გამომდინარე, თქვად, ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ აი ამ ახალმა ქვეშტამებმა, მათ შორის ამ BA.3.2-მა რაიმე რადიკალური, ასე თქვად, ცვლილებები მოახდინოს აი ამ COVID-ის მიმდინარეობაში, ეს ნაკლებად მოსალოდნელია, იმასაც აღნიშნავ და ვეტყვი ჩვენს მოსახლეობას, რომ ეს ახალი შტამების გავრცელება მუდმივად იქნება, მუდმივად წარმოიქმნება ეს ახალი შტამები, იმიტომ რომ ეს მარტო COVID-ს არ ეხება, ნებისმიერი ვირუსული ინფექციების დროსაც ასეა. უბრალოდ COVID-თან დაკავშირებით მეტია ყურადღება, იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს საკმაოდ მძიმე გამოცდილება, ასე თქვად. ამიტომ ამაზე სულ იქნება ინფორმაცია, უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოსახლეობას ადეკვატური და სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. ამ ეტაპზე ეს ახალი ქვეშტამი ჩვენს რეგიონში ზოგადად ქვეყანაში საერთოდ არ დაფიქსირებულა, თუმცა რომც დაფიქსირდეს, ეს რაიმე გავლენას დიდად არ მოახდენს ჩვენს რეალობაზე. უბრალოდ COVID-ს კიდე ერთი რაც აქვს, არის რომ ნაკლებად ახასიათებს სეზონურობა, ანუ განსხვავებით სხვა რესპირატორული ინფექციებისგან, რომლებსაც ახასიათებს თქვა ზამთრის ანუ შემოდგომიდან მარტამდე, COVID-ი შეიძლება COVID-ის ახალი შტამით მოხდეს ესეთი მცირე აფეთქება, თქვა ზაფხულის პერიოდშიც. აქედან გამომდინარე, ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის რომ უნდა დავიცვათ ის ზოგადი წესები, რაც არის ჰიგიენური ნორმები, აი რაც არის და აუცილებელია, როდესაც სიმპტომები გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან, ეს არის ზოგადი პრინციპი. გამოვიყენოთ პირბადე და დავიცვათ საჭიროების შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს არის ზოგადი პრინციპი, რითაც თავი უნდა დავიცვათ ნებისმიერ რესპირაციული ინფექციისგან. ალექსანდრე, რამდენად მნიშვნელოვანი არის ტესტირება, რომ დავადგინოთ, თქვათ, რა ტიპის რაღაცნაირად თითქოს ბოლო დროს აღარ ექცევა ყურადღება, მაინც რა მნიშვნელობა აქვს, ზოგადი მდგომარეობა ერთია და არ ვაქცევთ ხოლმე, მაგალითად, ბავშვს ყოველთვის ტესტავ. მე თვითონ არ ვიტესტები და აი აქ რა მნიშვნელობა აქვს. აქაც არის, ასე ვთქვათ, უნდა დავყოთ ჩვენ. თუ ადამიანს აქვს სხვა ქრონიკული დაავადება, ან ასაკოვანი, ან მცირეწლოვანი ბავშვია და აქვს რისკი, რომ ესა თუ ის დაავადება, მათ შორის COVID-ი იქნება თუ გრიპი შედარებით მძიმე წავიდეს, მნიშვნელოვანია ასე დროს, რომ ვიცოდეთ ჩვენ რომელ ვირუსულ ინფექციასთან გვაქვს საქმე. მკურნალობის COVID-ია თუ გრიპია, იმიტომ რომ შესაბამისად გვეცოდინება რა გართულებებს უნდა ველოდოთ
დაახლოებით რანაირი კლინიკური მიმდინარეობა იქნება, ამიტომ ასე დროს ჩემი აზრით რისკ ჯგუფებში ტესტირება მნიშვნელოვანია და აუცილებელია. რაც შეეხება ზოგად პოპულაციას, იქიდან გამომდინარე, რომ განსაკუთრებით ასე თქვა ომიკრონის ამ ქვეშტამებს არ ახასიათებს დაავადების მძიმე მიმდინარეობა, შესაბამისად არ არის მანდატორული, რომ თქვა ჩვენ ყველა გავიტესტოთ. უბრალოდ თუ არის ისეთ სიტუაცია, რომ გვიწევს სადმე წასვლა, სადაც არის ეს რისკ ჯგუფის ასე თქვა რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანები და ჩვენ არ გვინდა რომ დაავადება გავავრცელოთ, ან გვინდა ვიცოდეთ თუ რომელი ვირუსით ვართ ინფიცირებული, ასე დროს მაინც რეკომენდირებულია რომ გავიტესტოთ და გავიგოთ თქვა რომელ ვირუსთან გვაქვს საქმე. ძირითადად ეს ტესტები, ანუ სწრაფი ტესტები, ანტიგენის ტესტები, PCR ტესტები, ძირითადად აი ამ ორ დაავადებას მოიცავს, ეს არის COVID-19 და გრიპი. და პრინციპში ეს ორი არის ყველაზე უფრო ესეთი საყურადღებო რესპირაციული ინფექცია, რესპირაციულ სინციტიურ ვირუსთან ერთად, რომლის ცოდნა გვაქვს თუ არა ეს ინფექცია და განსაკუთრებით რისკ ჯგუფებში არის მნიშვნელოვანი. აცრებიც მნიშვნელოვანია, მე მგონი, ხო, რაღაცნაირად რომ ამოვწუროთ მაინც რამდენად ვაქცინაციას რაც შეეხება ზოგადად მსოფლიოში განვითარებულ ქვეყნებში არის COVID-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, რომელიც მორგებულია ამ ახალ ომიკრონის შტამებზე და ამ ეტაპზე რეკომენდაცია არის ის, რომ რისკ ჯგუფებში შემავალმა ადამიანებმა, ანუ 65 წელს გადაცილებულმა და სხვა ქრონიკულ დაავადებებს მქონე ადამიანებმა ჩაიტარონ COVID-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ეს არის საკმაოდ ბევრ ქვეყანაში მსგავსი რეკომენდაცია, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, საქართველოში თქვა ეს ახალი თაობის ვაქცინები არ გვაქვს, ამიტომ ჩვენთან პრევენცია არის ეს ზოგადი პრევენცია, რაც მოიცავს რესპირაციულ ინფექციების დროს პრევენციას. კი ბატონო, რადგან ჩვენთან ხართ, რაღაცნაირად ყველა თემას შევეხოთ და მაქსიმალური ინფორმაცია მივიღოთ თქვენგან და რაღაცა ვირუსებზე უკვე საკმაოდ ვისაუბრეთ, ახლა მინდა ცოტთან დაკავშირებითაც კი კითხოთ, იმიტომ რომ დაფიქსირდა დღეებში სოფის შემთხვევა, რამაც რაღაცა შეაშინა დიდი ნაწილი საზოგადოების, აი ამ მიმართულებით რა შეგვიძლია ვთქვათ? კი ბატონო, ზოგადად აღნიშნავ, რომ სოფი არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე ვირუსული ინფექცია, იმიტომ რომ კლინიკური სურათის გამოვლენის შემდეგ სოფის ლეტალობა არის 100%. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების პრევენცია. ხო, მე არ ვისაუბრებ ხა ზოგად პრევენციულ ღონისძიებებზე, რაც უნდა გატარდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში ზოგადად გქონდეს ნაკლები შემთხვევა, მათ შორის ცხოველებშიც, იმიტომ რომ არის სოფლიოში ქვეყნები, განსაკუთრებით ევროპის რეგიონში, რომელიც ცოფისგან თავისუფალ ქვეყნებად ითვლება და სადაც არ გვხვდება ცოფი შინაურ ცხოველებში და არის ქვეყნები, სადაც საერთოდ გარეულ ცხოველებშიც კი არ ფიქსირდება ცოფი. ახლა რაც შეეხება ჩვენ არ შევდივართ ამ ქვეყნების ასე თქვად რიცხვში სამწუხაროდ, ჩვენ რეალობიდან გამომდინარე, როდესაც გვიცით, რომ გვაქვს ეს ასე თქვად ვერაგი ვირუსული ინფექცია, გვხვდება მათ შორის სამწუხაროდ შინაურ ცხოველებშიც, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს ჰქონდეს ინფორმაცია თუ როგორ დაიცვან თავი ამ დაავადებისგან, ხო? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თუ მოხდება დაკბენა და დაკაწვრა ცხოველის მხრიდან, ეს იქნება შინაური თუ გარეული ცხოველი, აუცილებელია, რომ ასე დროს მივმართოთ დროულად იმუნიზაციის ცენტრებს. თვით კურნალობას ან თვით შეფასება არ უნდა მოვახდინოთ, იმიტომ რომ მაღალი რისკის ქვეყანა ახლა ვართ სოფის გავრცელების კუთხით, აქედან გამომდინარე აუცილებელია, რომ სპეციალისტმა დროულად შეაფასოს ჩვენი მდგომარეობა. ასევე არ უნდა ვცადოთ ჩვენით ან ჭრილობის გაკერვა, ან ჭრილობის თქვად ხანდახან კმერის შემდეგ არის უსწორო კიდეებია, კანის და ბილიქსოვილები დაზიანებულია და ხელოვნურად ასწორებენ ხოლმე ან მაკრატით, ან რაიმე ბასრის საგნით. ეს დაუშვებელია, ჩვენ ერთი რაც გვევალება არის, რომ გამდინარე წყლით უნდა ჩამოვიბანოთ, წყლით და საპნით უნდა ჩამოვიბანოთ, თუ არის მასიური სისხლდენა, ვეცადოთ ამ სისხლდენის ასე თქვა დამწოლი ნახვევით შეჩერებას და დროულად პირველივე საათებში მივმართოთ იმუნიზაციის ცენტრებს, სადაც შეფასდება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეფასდება თქვა დაზიანების ხარისხი, დაზიანების ლოკალიზაცია, იმიტომ რომ ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და შემდეგ უკვე გადაწყდება თუ რა ტიპის პროფილაქტიკა უნდა ჩატარდეს. ანუ რა არ კეთდება? თუ არის მსგავსი ზომის მასშტაბური დაზიანება, რა თქმა უნდა, იქ უმრავლეს შემთხვევებში კეთდება ვაქცინაცია და ასევე გამოიყენება სპეციალური იმუნოგლობულინები. განსაკუთრებით, თუ
თქვათ დიდი მასშტაბური დაზიანება არის სახის არეში დაზიანება, მრავლობითი დაზიანება, გარეული ცხოველის მხრიდან ასე თქვათ მიყენებული დაზიანება, ასე დროს პირველივე საათებში იწყება ასე თქვათ როგორც ვაქცინაციის პროცესი, ასევე პასიური იმუნიზაცია, გამოიყენება სპეციფიური ბზა იმუნოგლობულინები, ანუ ბზა ანტისხეულები ამ დაავადების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ამის შეფასება აუცილებლად უნდა მოახდინოს სპეციალისტმა. აი დრო რამდენი გვაქვს ამ დროს დაახლოებით, ვართ რაღაც ისეთ ადგილას, რომ დამოკიდებულია თუ არის ნაკბენი სახის არეში, თქვათ ზემო კიდურზე, მრავლობითი ნაკბენია, ან არის გამოწვეული, ან არის თქვათ მიყენებული ეს დაზიანება გარეული ცხოველის მხრიდან, ასე დროს სადაც მაღალია რომ ის ცოფით იყოს რისკი რომ ცოფით იყოს ინფიცირებული, ასე დროს პირველივე საათებში უნდა მოხდეს მიმართვიანება. თუ თქვათ ინფექციის აღმავლობიდან გამომდინარე, ხო, ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ ცოფის ვირუსი ვრცელდება ზოგადად პერიფერიული ნერვული სისტემიდან და შემდეგ უკვე აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და შემდეგ უკვე ვითარდება კლინიკური სურათი. ამიტომ თუ არის ისეთი ლოკალიზაცია, სადაც არის ნერვული დაბოლოებები, ასე დროს დაავადება უფრო სწრაფად პროგრესირებს და აღწევს თავის ანუ ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ამიტომ პირველივე საათებში უნდა მოხდეს მიმართვიანობა, თუ ვერ ვახერხებთ, რაც მალე უკეთესია, როდესაც მოვახერხებთ. მანამდე ჩვენი ასე ვთქვათ, თავარი ასე ვთქვათ, თავარი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის რომ დავამუშაოთ კარგად, ანუ გამდინარე წყლით და საპნით დავამუშაოთ, გამოვიყენოთ გარკვეულ შემთხვევებში ანტისეპტიური საშუალებები და თუ მასიური სისხლდენა აქვს, სადოთ ამ სისხლდენის შეჩერება, იმიტომ რომ სისხლდენა წარმოადგენს ესეთი გადაუდებელ მდგომარეობას. აი ძირითადად რა შეგვიძლია რომ გამოიყენოთ? შეგვიძლია აი ამ ანტისეპტიური საშუალებების გამოყენება, არ გამოვიყენოთ როგორც აღნიშნეთ ჭრილობის ჩვენით არ ვცადოთ შესწორება, ან მისი დახურვა ისეთი მძიმე ნახვევით, იმიტომ რომ ამან ყველაფერმა ხელი შეუწყოს როგორც ომის, ასევე სხვა ინფექციური დაავადებების, ასე ვთქვათ, გავრცელებასაც. კი ბატონო, უღრმესი მადლობა უნდა გითხრათ, როგორც ყოველთვის დამამწურავი, დამამშვიდებელი და ინფორმაციული რაც თავარია. პროგნოზისთვის და მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი, კიდევ გველოდებით, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის სიამოვნებით შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რომ ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა პასუხობდა დილის პალიტრის კითხვებს, ახლა კი